დღემშვიდობისა. დღემშვიდობისა ჩემო ძვირფასებო, ბედნიერი, წარმატებული და ხალისიანი დღე თქვენთვის ყოფილიყო შევიდა. სიხმარული და სილამაზით სავსე დღე და წარმოუდგენელია. ასეთი დღე არ იყოს, როდესაც ესეთ საოცარი სტუმარი. განსაკუთრებული და რაც ყველაზე მთავარია, ულამაზესი სტუმარი, ქალბატონი, რომელიც ვერ ვიტყვი ამას აქვს, არ გეტყობათ და მომკალით, რა ვიცი, რა გავაკეთო. რამოდენიმე დღის წინ ქალბატონი ლალი გახდა 80 წლის. მაგრამ გარდა ამ ყველაფრისა, ისეთი ისტორიები აქვს მოსაყოლი, ქორწილში რეები მოხდა და ძალიან საინტერესო რესპონდენტი არის და ქალბატონი ლალი, როდესაც არის ჩვენთან სტუმრად, მე სანამ ეთერს დავიწყებდით, უთხარით, რომ თქვენ ხართ მეთქი ქალბატონი, ვინც არის მაგალითი ქალობის, ქალურობის, უკაცრავად ქალურობის, თავის საქმის პროფესიონალიზმის, სილამაზის, არ ვიცი, ყველაფრის და ყოველი ქალბატონ ლალის სტუმრობა ჩემთვის არის მაგალითად პირადად გაკვეთილი. და მეთანხმები, ხო? აბსოლუტურად გეთანხმები. როგორ ბრძანდებით? ზღაპრულად, ჩემი პასუხი ერთადერთია. გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიის დოქტორი. დოქტორი, მე ან გინეკოლოგი ხოთქვიშე, რეპროდუქტოლოგი და სხვათა შორის ქალბატონმა ლალიმ დაუდო საფუძველი საქართველოში გინეკოლოგიური ქირურგიის ლაპარასკოპიული ოპერაციების განვითარებას. მოკლედ, ქალბატონ ლალი არის შეიძლება თქვას უამრავი ადამიანის მეორე მშობელი. იმიტომ რომ 50 წელზე მეტია თქვენ ამ საქმეში ხართ, ხო? და ეხლა კიდე თავიდან მივესალმოთ ქალბატონ ლალის. როგორ ბრძანდებით? კიდევ გიმეორებ ზღაპრულად, მე ძალიან მიყვარს თქვენს სტუდიაში, თქვენს ტელევიზიაში სტუმრობა, იმიტომ რომ ყოველთვის სიცოცხლით, სიყვარულით სავსე ხვდებით თვითეულ რესპონდენტს და ამის გარდა მეც სტიმულს გვაძლევთ თითოეულ ჩვენთაგანს. უღრმესი მადლობა მოწვევისთვის ამ საიუბილეო თარიღზე. არ შეიძლება ამ საიუბილეო თარიღს არ შევეხოთ ლაშა და მეთანხმები და მოდით ახლა გითხარით 80 წელი. ქალბატონ ლალი არის ქალბატონი, რომელიც პირდაპირ ამბობს კი რა წარმოვიდგება თვალწინ, რომ ასაკი არის მხოლოდ ციფრები. და მეთანხმები. რა არის ეს 80 წელი? აი რომ განვლილი ცხოვრება, აი მოდით აი ამაზე გითხარით და თუ გძნობთ ამას აქვს. უდაოდ. აღმოვაჩინე პირველად ჩემს ცხოვრებაში, რომ დადგა რაღაცა ზღვარი, განსაკუთრებული, როდესაც უნდა შეაჯამო მთელი წარსული ცხოვრება, უნდა გაანალიზო აუცილებლად, უნდა იგრძნო ის მთელი მშვენიერება, რაც გამოიარე, თუნდაც რაღაც პატარა გაჭირვებას, ეგ არაფერია და რაც ყველაზე მთავარია, უცებ მივხვდი, რომ იწყება სულ სხვა ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ვარ დაბრძენებული, ვარ დაჭკვიანებული და მაქვს უდიდესი სურვილი ჩემზე უმცროსაც, ეს იქნება ძალიან ახალგაზრდები, თუ ეს იქნება შუა ასაკის ქალბატონები, ან მამაკაცები, თუ ეს იქნება ცოტა ჩემზე უმცროსი და კიდევ უარესი უფროსიც კი. გავუზიარო, დავეხმარო, გვერდში დაუდგე და რაღაცით ვიყო სასარგებლო. ეს არის მთავარი ჩემი ცხოვრების სიამოვნება, აზრი და არსებობა. ნუ ოჯახზე არა მაქვს. ოჯახი ცალკეთება. რა მოგცა ამ წლებმა, გარდა იმისა, რომ გამოცდილება, გარდა იმისა, რომ ხალხისადმი ასეთ დიდი პატივისცემა და სიყვარული. ამ წლებმა მე უდიდესი ჭკუის და ტვინის დალაგება მომწია. უდიდესი. რა შეეხება რა არის საიდუმლო, ეს თქვენ არა ხართ პირველი, ამას ზოგჯერ ქუჩაშიც მეკითხებიან, ზოგჯერ სამსახურშიც მოსული სტუმრები, ეს იქნება პაციენტი თუ კოლეგა და ბევრ ადგილზე აბსოლუტურად. მე მომცა ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და ისევ გავიმეორებ. უდიდესმა სიყვარულმა ოჯახის, ადამიანების, პროფესიის და ქვეყნის, ჩემი საქართველოსი. და სხვა ყველაფერი, ის უარყოფითი მომენტები, რასაც ქვიან, მაინც გავიმეორებ, შური წართმება, ბოღმა, ბოროტება, არ არსებობს. და ყველაზე მთავარი სიყვარულის ყველაზე ძლიერი ნაწილი არის პატიება.
კი ბატონო. და ისეთი თავისუფალი ხარ, ისეთი ბედნიერი ხარ, ისეთი კეთილი ხარ, რომ სხვასაც აი თვალების გამო მეტყველებით უზიარებ ამ ყველაფერს. შეიძლება არც ილაპარაკო, აი გეტყობა, იმიტომ რომ ამას აძლევ გარშემო მყოფებს. უნდა ვკითხოთ, კი ბატონო. ესე თქვენ გაქვთ ნათქვამი ესეთი რაღაცა, რომ 65 წლამდე ჩვენ მე არ ვიცოდი თუ რა იყო შური. 68-მდე. მე დავაპატარავე ქავდოლალი და თქვენ რატო უმატებთ? ხო და აი როგორ რა მოხდა აი ეს 68 წელს რა მოხდა 68 წლის ასაკში? ნუ ეთყობა დავბრძენდი და მივხვდი რომ ეს არსებობს. დავბრძენდი. დავწონე, გავიარე, მაგრამ და ისევ გავფრინდი. ქალბატონო ლალი, წარმოუდგენელი არის, რომ იმდენად ეფექტური, ლამაზი ქალბატონი ხართ, რომ კოლეგები არა, მაგრამ აი უბრალოდ ადამიანებისგან არ გეგრძნოთ შური ცოტა სხვანაირად შემოხედვა, იმიტომ რომ ძალიან წარმატებული, ძალიან ლამაზი. არა, მხოლოდ აღტაცებას ხედა. არა, მოფერებას და სიყვარულს. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არ შეიძლება რომ არ ვიკითხო ახლა ეს მე მესმის თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, ის აუცილებლად უნდა გკითხოთ ის დღე თუ გახსოვთ, როცა თქვენ ექიმობა გადაწყვიტეთ, მაგრამ ასეთი ვიზუალის ქალბატონს როგორ ერთხელ მაინც არ შემოგთავაზეს, რომ ფილმში მიგეღოთ მონაწილეობა. რას ვწანებ? არა, რას ვწანებ? ნუ არ ვიცი ეს ნათქვამი მაგ თუ არა. მე ესე იყო ეს ამბავი. მე ძალიან მინდოდა ბალეტზე სიარული, ძალიან მინდოდა ამირჩიეს ქართული ცეკვის ანსამბლში. ხატრულ ტანვარჯიშს და ნუ ახლა კინოზე აღარ არის აპარაკი, მაგრამ იმდენად ნანატრი დედისერთა შვილი ვიყავი 9 წლის მერე დაბადებული. რომ არსად არ გამიშვეს, ყველგან წამყვენ, უცებ აღშფოთდნენ და უკან მომაბრუნეს და მამამ ოპერიდან მომიტანა საბალეტო კაბა და მითხრა, ჩაიცვი და სახში იცეკო. აჰა, ქავტოლალი, ეხლა თქვენ თქვით 9 წლის ნანატრის შვილი და ამიტომ ხო არ აირჩიეთ ზუსტად აი ეს გახრა თქვენი პროფესია. საერთოდ მედიცინა ავირჩიე, იმიტომ რომ ახლა ჩემი გვარის კაცებიც, ქალებიც, ძლებიც, დედაც, ბიცოდაც, ჩემი ყველა ბიძაშვილი, სულ ყველანი სამედიცინოზე აბარებდნენ და ექიმები იყვნენ. უცებ მივხვდი მე-11 კლასში, რომ მეც ექიმობა მინდა. ეს მე-11 კლასში გადამიღეთ ეს გადაწყვეტილება. მე-11 კლასში გადავწყვიტე, თორემ მანამდე დასავლეთ ევროპა მინდოდა. გამაგარია. მანამდე დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი უცებ გადავწყვიტე, უცებ შევიშალე და პირველივე კურსზე რო შევედი, მე ვიცოდი რომ მე უნდა გავხდავიყავი გინეკოლოგი რეპროდუქტოლოგი. როგორი სიხარულით შეხვდებოდა ამას გვარი? დიდი სიხარულით. და აი ამ ყველაფრის შემდეგ ალბათ თქვენი მშობლები გიყვებოდნენ თუ რა შეგრძნება იყო, როცა 9 წლის შემდეგ ნანატრის შვილი ჩნდებოდა და შემდეგ თქვენი პაციენტებიც ალბათ ძალიან ბევრი ზუსტად იგივე ისტორიებს ყვება და იგივე რაღაცა ემოციებს იღება, ხო? იცით, აი ამ მომკიდეთ ხელი გამბურძგდა. იმდენად ეს რეალურია, იმდენად საოცრება იყო იმ დროს ჩემი დაბადება, რომ აი არ ვიცი, მთელი ქუჩა ბელინსკზე ვცხოვრობდით მაშინ, ფანჯრებში უყურებოდა რომ დავენახე მე. მთელი მეგობრები, ახლობლები, ვისაც არ ყავდა შვილი, ოცნებობდნენ რომ მათაც დედაჩემის და მამაჩემის ბედი დამართნოდა იმ დროს ხო სხვანაირად იყო ყველაფერი და მე უკვე როდესაც მე დავიწყე ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა, ესე იგი ჩემი ყოველთვის ვეუბნები ჩემ პაციენტებს, რა ეროვნების არ უნდა იყოს, რა დონის ოჯახის შვილი არ უნდა იყოს, არ აქვს ამას ჩემთვის მნიშვნელობა. ჩემთვის ბევრად მეტი სიხარულია, რომ გავიგებ, რომ ჩემი პაციენტი დაორსულდა და გააჩინა. ვიდრე იმათთვის თვითონ. იმდენად მე ვარ ბედნიერი. აი ვინ იყო პირველი თუ გახსოვთ თქვენი პაციენტებიდან, ვისაც ბავშვი გაუჩნდა თქვენი დახმარება? რასაკვირველია ყველა მახსოვს, რასაკვირველია ყველას გვარი და სახელი მახსოვს.
და მათი შვილები მერე ჩემთან მოყავთ და მაცნობენ და მერე მათი მომავალიც ნათლიაც ვარ ერთი ორი ეგარაფერი მაგრამ რა თქმა უნდა სახელს და გვარს არ ვიტყვით. არა, მაგ ეგ არც გვიკითხია. ეგ თავისთან. ქალბატონლალი არ შემიძლია ჩვენს მაყურებელს არ გაუზიარო აი ეს ისტორია, რომელიც სანამ ეთერში შემოვიდა ის მოხევით. ცოტა ხნის წინ ქალბატონლალი იყო ქორწილში. თავის უახლოესი კოლეგის და თავად კოლეგამ მეორე დღეს უთხრა რომ აღარავის არ ახსოვდაო ქორწილიო. ხოლო ქალბატონი ლალი იყო. მოდით ახლა მოგვიყევით აი ეს. დაწვრილებით ინფორმაცია გვჭირდება ამ თემასთან დაკავშირებით ქალბატონ ლალი გთხოვთ. ნუ არაფერი ჯერ ერთი იმ გოგონას ქორწილი ვისიც იყო მე ის გოგონა პირველი დღიდან 10 წლის წინ შევიყვარე და სულ იმაზე ვფიქრობდი იმდენად მომწონდა რომ ხანი ბიჭზე უთხარი ხანი ბიჭზე მაგრამ არავინ არ დაინახა და ბოლოს რომ გავიგე რომ მიიღო გადაწყვეტილება და ჯვარი დაიწერა და ხელი მოაწერა ესე იგი ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო. ამიტომ ეს ქორწილი ჩვენთვის ყველასთვის ახლობლებისთვის იყო უდიდესი ბედნიერება. და ნუ აი ამ ქორწილში ვეღარ მოვიწვინა და 1-2 წამოვხტი და თამარასას გამოვარდი. არა მაგარია. მიკროფონი დავთქვი, მაგრამ რა ვთქვი. ნუ მე ვერაფრით ვერ მოვიწვინა და ცეკვა დაიწყო თუ არა ტანგო ვიცეკვე რა მაგარია. უდიდესი სიამოვნებით ჩემს ახალგაზრდა კოლეგასთან ერთად და საერთოდ ნუ გულის სავსე ქონდა სიყვარული და ბედნიერებით და ეს იყო რომ მასპინძელმა მითხრა რომ გუშინ მითხრა ნამდვილად რალიო ახლა ყველგან არ გხედავდიო მაგრამ ქვეყანა მითხრა ეს ქალბატონი რა საყვარელია სხვას არ მიტყვი სხვას არ მიტყვი დანარჩენი იყო გასაგები ქალბატონლალი თქვენს ასე თქვა ჩაცმულობაზე კიდევ ერთხელ ვამბობ აი ესე თქვა რომ მოდიხეთ შევუყურებ რა ლამაზია ეს რა ლამაზია ამასთან და დღეს ისიც თქვით რომ აქ სანამ მოვიდოდიო 3 კაბა გადმოხდა 5 ბოდიში 5 და აი მოდით ახლა გითხარით რატო გადაწყვეტეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი ფერები აი რატო გადაწყვეტეთ ეს კაბა და ყოველ გასვლაზე ყოველ სადღაც წასვლაზე სტუმრობაზე აი ესე 5 კაბა გადმოდის და შემდეგ იქნა ხასიათის მიხედვით არჩევთ კი ხასიათის მიხედვით აი დღეს მინდოდა რაღაცა ეს ფერები აი ეს ფერი არის ჩემი ყველაზე საყვარელი ფერია ეს მომწვანო აგურის ფერი კი არა რაღაცა ტერაკოტა კი ბატონო აი ეს ფერი მარჯნის ფერი ეს ფერი და ეს ფერი კიდევ ჩემი საყვარელი ფერებია ლურჯი მწვანე რაღაცა მომინდა და რაც თავარია ეს მძივი გუშინ პირველად გავიკეთე მიუხედავად იმისა რომ 1 წელია ნაყიდი მაქვს ესე იგი დამეკიდა ნახევარი დაწესებულება იმ დონემდე რომ სადაც მქონდა ნაყიდი იქ წავედი და აღმოჩნდა რომ მეტი არ იყო და სხვა რომ გამოუგზანე გადაღებულ არა მე ეგეთი მინდა და რაღაც მომინდა რომ დღეს ეს მეკეთებ ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ მართლაც საოცრება არის თუ აქცევთ ყურადღებას ბრენდი, აი ეს არის ის ბრენდი, ეს ბრენდი თუ არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია თქვენ მოირგო და თქვენი იყოს მთავარი. იცით რა, ერთ-ერთ ტელევიზიაში ერთხელ გამოვედი და თქვი რომ რა თქმა უნდა მეთქი. ახლა შანელს და ძიორს მეთქი, მე ვეღარ ვხმარობ მეთქი, მაგრამ მთავარია მომეწონოს რაღაცა და ნუ იქნება ის იყოს რაღაცა სხვა კი ბატონო და თავარია რომ მომეწონოს და ამერიკაში ცხოვრობს ჩემი მკვიდრი დეიდაშვილის შვილი და იქიდან დამირეკა და მეუბნება ლალი ისიც ექიმია სხვათა შორის ექიმად მუშაობს იქ გათხოვილი არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს და ლალი რა შენ შანელი და ძიორი გაკლია ორივეს გამოგიგზავნე თურმე გადაწყვიტა რომ სუნამოზე
ნუ რა თქმა უნდა გამომიგზავნა და მაგრამ მანამდე მე ვთხარი არა მეთქი მესუნამოზე არა მაგრამ პაშაკი მე ტანსაცმელზე და ჩანთაზე მაგრამ კავტოლალი თქვენთვის ყველაზე საყვარელი საჩუქარი რა არის? ძირითადად ეხლა კავტოლალის დაბადების დღეზე რომ იფიქრო ხო მე ვიფიქრებ რაღაცა ლამაზი აქსესუარი ან სამკაული არის რაღაცა რაც ყველაზე მეტად გიხარიათ ხოლმე? თქვენ წარმოიდგინეთ ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა არანაირ საჩუქარს მაგაში გეტყვი თავარია რომ ის გულით იყოს მოწყმილი ამიტომ ძალიან ბევრი რამე რასაც ჩუქნია არ მომწონს მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვა არ მომწონს კი ბატონო ჩემთვის თავარია სიყვარულით საჩუქარი სიყვარულით მოძღმილი სიყვარულით ჩახუტებული ეს იქნება ერთი ტიტა თუ ერთი თებში არა ამას ნიშნავს არა აბსოლუტურად გეთანხმები აი მინდა ვიკითხო ახალი მეთოდი გაქვთ დანერგილი თქვენი პროფესიიდან გამომდინარე რა წინაღობები მოგიწიათ რომ გადაგელახათ მე კი არ დავნერგე ჩვენმა ინსტიტუტმა ჩემმა ჟორდანიას ინსტიტუტმა ჩემმა დირექტორმა ბატონმა არჩილ ხომასურიძემ ჩემმა შეფმა იმდროინდელმა ბატონმა ედუარდ ვეინბერგმა მოინდომეს რომ დანერგილიყო ეს ენდოსკოპიური ხირურგია საქართველოში და ვეინბერგმა მე მითხრა რალი შენ უნდა წახვიდე და მე ვთხარი ბატონ ედუარდ რატომ მე მეთქი აბა ვინ შენ თუ არა და გამაგდეს 3 თვე მადლი ღმერთს ქმარმა ხელი შემიწყო შვილები დაიტოვა ოჯახს მიხედა 3 თვე ვისწავლე ჩამოვედი სად იყავით თუ მოსკოვში დახელოვნების ინსტიტუტში მეანობა გინეკოლოგია ვეინბერგი რო ახსენეთ მე მეგონა ისრაელში იქნება არა ვეინბერგი აქაური იყო აქა ვეინბერგი თბილისში დაბადებული თბილისში გაზრდილი მამამისიც თბილისელი იყო და დედამისიც ხო გვარი რო ებრაული ამიტომ გავამახვილე არაფერი ედუარდი ბატონი იყო ჩემპიონი ხელმძღვანელი და ჩემპიონი პედაგოგი და ჩემპიონი ხირურგი ყველაფერში ჩამოვედი და დავიწყე ამასობაში 9 ბიჭი მოიყვანეს 9 ბიჭი ეს ბიჭები დღეს ვინ არიან არსენ გვენეტაძე ვაძიმ ხატიაშვილი რეზო ბოჭორიშვილი რამაზ ჩარექიშვილი რომელთანაც მე დღეს მუშაობ კარავსბერდაინში შემდეგ დევიდ აბიძე ნუ და ბატა ჩიკვაიძე და ლევან ბარამიძე და აი ასე შემდეგ გამიგეთ ისინიც უკვე დახელობდნენ და ჩვენ ერთი ჯგუფი ვიყავით და ჩვენი ხელმძღვანელი იყო ვეინბერგი და ეს იყო პირველად საქართველოში გინეკოლოგიაში ჟორდანიას ინსტიტუტში დაინერგა ენდოსკოპიური ხირურგია რომელიც მაშინ მარტო სათავეებში იყო და დღეს ისეთი ოპერაციები კეთდება რომ ნებისმიერი ევროპის, ამერიკის აღმოსავლეთზე აღარა მაგაპარაკი ქვეყნებს ჯობია ჩვენთან ჩატარებული ოპერაცია. გეთანხმებით აბსოლუტურად. ლენ მაგარია. აბსოლუტურად გეთანხმებით და ერთი კითხვაც მაქვს და სანამ დრო ვიცი რომ ძალიან ცოტა ქავატოლალი. პრინციპში ოცნებები, სურვილები, ყველაფერი აი რაც ფიქრებიათ აგიხდათ ალბათ ხო ამდენი წლების განმავლობაში არის კიდე რაღაცა რაზეც ოცნებობთ და მომავალში აგიხდებათ რასაკვირველია ოცნებები ნუ რა თქმა უნდა უმეტესობა ამიხდა რასაკვირველია ბევრი წინააღმდეგობა ბევრი წარმატება ბევრი ზღაპრული ცხოვრების გამოვა ბევრი დარდი ეს ყველაფერი იყო მაგრამ დღევანდელი ჩემი ოცნება არის ერთადერთი და განუმეორებელი. 6 შვილიშვილი მყავს. უფროსი 30-ის და ყველაზე პატარა 10-ის. მე მინდა რომ ჩემი შვილიშვილები ნაწილს განათლება მიღებული აქვს, მუშაობენ, შრომობენ, მაგრამ ოჯახი არც ერთს არ აქვს. რას მეუბნები? არც ერთს. ჩემი ოცნება ყველაზე დიდი მოვესწრო ჩემი შვილიშვილების დაოჯახებას, გამრავლებას და შვილთა შვილების
დანახვას. აი ისე აუცილებლად. ეს უნდა ვიკითხო, არა ვერ გაგიშვებთო, არ შემიძლია, ვერ გაგიშვებთ ვერსად. რა თვალებს მიბრია. არა, რატო ნახეთ მე ძალიან ემოციური კაცი ვარ ამ დარგში. შვილიშვილებიო ეხლა ახსენეთ, ახლა ამ თემაზეც უნდა გკითხოთ. რომელიმე თუ მიყვება მედიცინას? არც ერთი. ვაიმე. რატო? ბოლო 3 ჯერ არ ვიცი რა, არა, ბოლო 2 რა. პატარები არა ხათი, წლი ჯერ არა. არც ერთი მედიცინას არ მიყვება. თქვენგან რაღაცა პატარა ბიძგი რეკომენდაცია ხო არ იყო, რომ როგორმე ამ დარგში შემოსულიყვნენ? მით უმეტეს ასეთი მენტორი ყავთ სახლში. არა, მე არავითარ შემთხვევაში არ ვერები ბავშვების პროფესიის არჩევაში. არაფერში მე ვერები მარტო მაშინ, როცა თხოვენ დახმარებას, როცა აქვთ რაღაცის სურვილი, რაც მე შემიძლია რომ გავუკეთო, მაგრამ მე არ მენტორობ. ორივე ზღაპრული მშობლები ყავს, მათ გადაწყვიტონ ყველაფერი. მე უკვე ისე დასაკში ვარ, რომ ჯობს შორიდან ვუყურო და ვაკონტროლო. ლაშა, შენ დაგვპირდი რაღაცა სიურპრიზი. კი ბატონო, მე ჩვენ მცირე სიურპრიზი გვაქვს თქვენთვის დაბადების დღის საჩუქარი. ადამიანს რა უნდა აჩუქო, რომელსაც ყველაფერი აქვს, გარდა იმ ემოციისა, რაც შეგიძლია მას აჩუქო. და რაც კარგად გამოგდის. თუ გამომივიდა კი ბატონო. აბა გისმენთ. მადლობა თქვენ, რომ თქვენ ჩვენთან ერთად. არაჩვეულებრივი ჩემი საყვარელი სიმღერა. დიდი მადლობა. ულამაზესი ქალბატონი მყავდა სტუმრად, ჩვენ კი გავდივართ რეკლამაზე. მცირე რეკლამაზე.